საერთაშორისო მიმართულებით ამას გულისხმობ. ნანუკა, აი როგორ წარმოგიდგენია ნაციონალური მოძრაობის მომავალი? შენ წეგან ახსენე, რომ ერთ-ერთი გეგმა რაც გაქვს, ყოველ შემთხვევაში რაზეც ფიქრობ, თუ კი ეს მოლაპარაკება საბოლოოდ დადებითად გადაწყდება, ეს იქნება იმ ხალხის უკან დაბრუნება, ვინც დაკარგა ნაციონალურმა, მათ შორის, ვინც დაკარგაო ნაციონალურმა მოძრაობამ. ძალიან დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობიდან წავიდა, როდესაც მოუწყეს ძამძიმე ფორმით თავმჯდომარეობიდან გაშვება, ყველაზე რბილ სიტყვებს ვარჩევ ახლა მე, ნიკა მელიას, ანუ საშინელი ფორმით გაუშვეს ნიკა მელია, თუ არ ეწყინება ალბათ გვიყურებს, გააგდეს პირდაპირ მნიშვნელობით ისიც და ბევრი ადამიანი, ვინც ნიკას უჭერდა მხარს და გაყვამას. იყავი შენ საჯარო განცხადებებით. მახსოვს შენი საჯარო განცხადებებიც, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი მაშინ წავიდა ნაციონალური მოძრაობიდან, ანუ ფიქრობ, რომ ამ ხალხსაც უკან დაიბრუნებ, ვინც ამ პროცესების დროს დატოვა. სურვილი გაქვს, ყოველ შემთხვევაში იმუშავებ, ანუ სამიზნე იქნება. ერთ-ერთი სურვილი იქნება, ანუ პარტია რას უნდა ასხივებდეს? პარტია უნდა ასხივებდეს კეთილგანწყობას, პარტია არ უნდა ასხივებდეს კლანურობას, სასტავი რაღაცა იქ ვიღაცასთან არის ვიღაცა გამორიცხული ამბავია. ანუ პარტია არ უნდა ასხივებდეს რაღაცნაირი არარსებულ შესუსტებულ პარტიაში თანამდებობაზე ბრძოლას. ანუ პარტია უნდა ასხივებდეს, რომ დასალაგებელია ალაგებ. მნიშვნელობა არ აქვს შენ, არ ხდება იქ რაღაცა ანუ ესე არ დადიხარ. ანუ დადიხარ ძალიან აბსოლუტურად შენი ფორმა, ყველაფერმა უნდა იმეტყოლოს იმაზე, რომ შენთვის თავარია თითოეული ადამიანი, მე მაგალითად სიტყვაზე. ჩემი თანამშრომლის, ყველა თანამშრომლის პირადი პრობლემები ვიცი, დედასვის, მამა რა გარდაიცვალა, ანუ ეს საოჯახო მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა არავინ არ თქვას, რომ ბევრი ადამიანია იქ. ეს არის შესაძლებელი ყველგან. ერთიანად გადაწყვეტილებების მიღება, გუნდურობა, იქ არ უნდა მე შენ მე ეს მეხება და შენ ეს გეხება, მე ეს არ მეხება, იმიტომ რომ შენ პოზიციურად ეგეთი რამე არ არსებობს. ყველას ყველაფერი ეხება. ანუ უნდა გააცოცხლოთ ნაციონალური მოძრაობა. ანუ მიშას ენერგია უნდა დაბრუნდეს იმ პარტიაში. მიშას ტემპი, აი მე ერთხელ ვაშაძე მიყვებოდა თუ დათო საყვარელიძე არ მახსოვს ინტერვიუში, რომ მაშინ მე მგონი ვაშაძე იყო, იმიტომ რომ იუსტიციის სახლზე იყო საუბარი, სვანეთშიო გამიშოვა იუსტიციის სახლში, 2 საათშიო დამირეკავა ხოჩახვედიო თბილისიდანო. ანუ ეგ ტემპი უნდა იყოს, რომ სვანეთში 2 საათში უნდა ჩადიოდა. ხო, აი ახლა ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, გულისხმობ საშინელ დაპირისპირებას ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციურ ალიანსს შორის. შენ მაგალითად ალბათ ამაზეც გიფიქრია, ხო? როგორი უნდა იყოს იმ პარტიის გზა, რომლის თანათავმჯდომარე შეიძლება გახდე უახლოეს მომავალში და დაპირისპირება, რომელიც რეალურად არსებობს და ეს არ არის რაღაც ხელოვნურად მოგონილი. აი წარმოგიდგენია რა, ოპოზიციურ ალიანსში უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა და თუ უნდა იყოს აი ამ დაპირისპირებებს რა ეშველება, როგორ უნდა ჩაცხრეს. უფრო შორს არ წავალ ჯერ ვინაიდან ჯერ არ გაგიცია საბოლოო თანხმობა. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ხალხში. ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს რეგიონებში, ოღონდ ეს უნდა იყოს განსხვავებული ფორმატით. ანუ ეს არ უნდა გავდეს პოლიტიკურ დღისწესრიგს. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა ეცალოს პოლიტიკური კინკლაობისთვის. ანუ პოლიტიკოსები როდის ჩხუბობენ, როდესაც პოლიტიკური დღისწესრიგი არ აქვთ, სინამდვილეში რაზეც უნდა იდგეს პოლიტიკა, როდესაც არ ქცალია, როდესაც გასვლები რეგიონში. ოღონდ გასვლები იმიტომ კი რომ ფოტო გადაიღე და Facebook-ზე დადე და იქ ვიღაცას უთხარი რომ ხალხშოთი, არა. მიდიხარ ერთ რეგიონში, რჩები ერთი კვირა. გაქვს სხვა ტიპის შეხვედრები. ველზე იშლები სხვადასხვაგვარად. მიყავს ბევრი სტუდენტი, ბევრი ახალგაზრდა. თუნდაც იგივე შენი, რომელიც დაღლილია წაგებისგან, შენი თანაპარტიელი, რომელიც იქ ცხოვრობ, აძლევ ახალ მოდელს. ანუ ეს უნდა გააკეთოს და შენ რო ეხა სადღაც წასული ხარ რაიონში, იქ ხვდები მაგალითად ყულოში ხარ ასული და ხვდები მოქალაქეს და ვიღაცა შენზე განცხადებას აკეთებს, არ ქცალია, რომ ხო, მაგრამ ანუ მაინც მესმის, მაგრამ ეს დაპირისპირება მათ შორის მიშას ფაქტორსაც უკავშირდება, ხო? ეხა რომ არ დავიწყებ ჯერჯერობით ადრეა რომ შენთან დავიწყო კითხვების დასმა მაგალითად მიშას სტატუსებზე, ნიკა მელიას წერილზე, მე მისივე თანაგუნდელების რეაქციაზე. კი, ისაუბრე და მაგიტომაც დაგისვიე კითხვა რომ ამ ინტერვიუს მე გქონდა თუ არა თქო შემოთავაზება. მაგრამ აი მაინც როგორ ხედავ ამ დაპირისპირებების ფონზე ამ პარტიას, რომლის თანათავმჯდომარედ შესაძლებელია შენ გახდე, რომლის ლიდერები ამბობენ რომ
აქვთ კითხვები სხვა სუბიექტებთან, ოპოზიციურ ალიანსში შემავალ სხვა პარტიებთან, განსაკუთრებით მაგალითად გამოვყოფდი ახალს შენს მეგობარზე დაგისვამ ნიკა გვარამია ვადასტურებ წინა გადაცემაში ჩემი სტუმარი იყო მაგალითად ნიკა გვარამია ხო ანუ რაღაცა კითხვები პრეტენზიები აი ამ რეალობაში ხედავ რომ შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობა დარჩეს იქ ალიანსში თუ იყოს ცალკე მე მაინტერესებს ანუ ცალკე მოთამაშის მდგომარეობას ხომ არ ფიქრობთ რომ უნდა დაუბრუნდეთ ინგა კიდევ ერთხელ პასუხობ ოღონდ ყოველგვარი ბანალურობის გარეშე მე მგონია რომ ნაციონალურ მოძრაობას ამისთვის არ უნდა ეცალოს მე ვფიქრობ რომ ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი უნდა იყოს ჯერსაც დავიწყოთ რომ გავიგე მაგრამ ალიანსის შეხვედრებზე არ დადიანო გვარამია იძახდა ტყუილა მეკითხებიო როცა მეკითხვა დაუსვი დარჩება ანუ მე პერსონალურად შენ ანუ მე ეხლა ვლაპარაკობ ნაციონალური მოძრაობის სახელით ხო შენი მე ეხლა ნანუკა ჟოჟა მე არ ვიქნებოდი იმ კოალიციის წევრი სადაც იმ ლიდერს რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია აგინებენ ყოველ დღე და შეურაცხყოფენ ყოველ დღე და ამბობენ რომ კიდია მიშა. თუ მიშა კიდია, იქ შენ არ უნდა გაჩერდე. მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიღების, საერთოდ მაგ კოალიციაში არ ვიქნებოდი. აი გამორიცხული ამბავი არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რის იქითაც ადამიანები არ გადადიან და როდესაც ეს ფორმა შეურაცხყოფის არის ძალიან რთული, მე საერთოდ იქ არ ვიქნებოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას მე ვამბობ როგორც მხარდამჭერი ნანუკა და არა როგორც პარტიის შიგნით ყოფი ნანუკა. იქ უკვე მე სხვა პარტიელებთან, თანაპარტიელებთან ერთად შეიძლება განიხილოთ, ხო? ხო, ჩემი მოსაზრება ალბათ ეს. გავიგე. ნანუკა, აი რა მიგაჩნია თავარ შეცდომებად, რომელიც ჰქონდა ბოლო პერიოდში ამ პარტიას, რის გამოც მისმა დამფუძნებელმა მაგალითად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულიად რევოლუციური ცვლილებები სჭირდება ეხლა პარტიას. და მიიღე მისგან შემოთავაზება, რომ იქ შეხვიდე ახალგაზრდების გუნდთან ერთად, რაღაც სულ სხვა პროცესები დაიწყოს პარტიაში. აი, შენ როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთებულიყო და რა არ გაკეთდა? რა მდგომარეობაშია დღეს მოკლედ ნაციონალური მოძრაობა? ძიმე მდგომარეობაში, მე მგონია, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, მე ასე მგონია, მე ასე ვხედავ. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა დაასუსტა შიდა ბრძოლებმა, შიდა დაპირისპირებებმა. იდეაში რაც ზოგადად რაც ხელისუფლებაში მოხდა 2012 წელს, რასაც შეეწირა ნაცმოძრაობა 2012 წელს, მე ეს ხაზი გაგრძელდა პარტიაში. რაღაცა ამას ჰქონდა ჯერ რაღაცა ისეთი ნიშნები, ხან ეს ცეცხლი ქრებოდა, ხან უფრო მეტად ენთებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შიდა ბრძოლა. ანუ მე მგონია, რომ პოლიტიკური ვექტორი უნდა გასწორდეს, გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ ქვია, რომ უნდა იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ანუ მე მგონია რომ ეს სახელი რაღაც შაბლონურად ხო არ დაირქვეს ხო შენ სახელს ხო უნდა ასხივებდე რომ ერთიანი ხარ შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაც მოქმედებაც აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ასხივებდეს რა გქვია შენ და მეორე საკითხია ის რომ ეს უნდა დამთავრდეს ყველა შემთხვევაში ეს შიდა პარტიული მისია ის მის გუნდია რა იმის გუნდია მე ვიცი ერთი გუნდი უნდა არსებობდეს აქეთ და მეორე უნდა არსებობდეს შენი მოწინააღმდეგე 51 ნომერი რომელსაც უნდა ებრძოდე მე თუ სახში აი შევეშვათ ახლა პოლიტიკას. თუ სახში 24 საათი ჩხუბობ, თუ სახში 24 საათი კინკლაობა გაქვს, წარმოიდგინე ტოქსიკური ურთიერთობები, თუ სახში ხარჯავ ამ ენერგიას საკუთარ ოჯახის წევრებზე, შენ გარეთ როგორი უნდა რა შემთხვევაში შეიძლება იყო ეფექტური? გამორიცხულია თუ მთელ შენს ენერგიას და ძალას გაცლის შიდა ინტრიგები, შიდა რაღაცა დაპირისპირებები წარმოუდგენელი. ამისთვის როგორ შეიძლება რომელიმე და მე ეს გამოსული სკანდალები, რომელიც დღემდე არ სრულდება ხა ხო ნიკას და მიშას ამ შემთხვევაში მელიას გულისხმობ, რომელიც დღემდე კიდევ გრძელდება და აქტუალურია. მე ამიტომ მგონია, რომ მოკლედ გუნდურობა იქნება პირველი, რაც იქნება დამკვიდრებული დღის წესრიგში. თვითონ სააკაშვილი, არ ვიცი ხა წერილობითი ფორმით ალბათ ძალიან რთულია ყველა დეტალი იცოდე, მაგრამ თვითონ სააკაშვილი გარდა იმ Facebook სტატუსებისა, რაც მისგან ნახეთ, როგორ რეაგირებს ამ რეალობაზე, რაზეც ახლა მე და შენ საუბრობთ, მათ შორის იგივე დაპირისპირებაზე, განცხადებებზე მაგალითად მის წინააღმდეგ სხვა პარტიების მხრიდან, რომელიც ამაზე არ ქონიათ საუბარი. მე ვიცი რომ მიშას უნდა რადიკალური ცვლილებები, მე ვიცი რომ მიშას უნდა მისი ტემპი იქ, მე ვიცი რომ მიშას უნდა მისი ენერგია პარტიაში, მე ვიცი რომ უნდა ინოვაციური სიახლეები, ანუ ინოვაციური ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდებთან მიმართებაში იდეები, ეს სიახლეები უნდა იყოს რაღაც დაფუძნებული ადამიანებზე და არა რაღაც პარტიულ დღის წესრიგებზე, რომელსაც სხვა პარტიები გიდგენენ, ანუ დღეს დამერეკა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმედის და მეთქი, აი იმედი დღის წესრიგს ვერ შეგიდგენს, არც სხვა პარტიამ არ უნდა შეგიდგინოს დღის წესრიგი. დღის წესრიგი უნდა შედგეს პარტიაში, იყო პერიოდი
პერიოდი სხვა შორის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს გულისხმობდა, არა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, როდესაც კი ნაციონალური მოძრაობა ქმნიდა დღის წესრიგს, მაგრამ მერე გავიდა რაღაც დრო და ეხლა მთლიანად დღის წესრიგს ქმნის ქართული ოცნება და მოპასუხის როლშიც აღარაა დარჩენილი უკვე, ხო? ეს პარტია ისა ნანუკა შენ იცი ჩემზე კარგად, რომ თუ პარტია გაძლიერდა და გეგმა შენი ესეთი ამბიცია ესეთია, რომლითაც სავარაუდოდ შედიხარ პარტიაში, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება თავისი რეპრესიული კანონებით, გამზადებული კანონებით, თავისი აღძრული საქმეები და წინ არის კიდევ რა უნდა ნებისმიერ ხო შენ წინააღმდეგ ხომ არის და პლუს ამისა კიდევ რაღაც ახალ საქმეებს აღძრავს და ციხე დამთავრდება ყველაფერი ამით. განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისთვის, რომლის მთავარი ლიდერი ეხლა ციხეშია, ხო? ამას თუ წონი თუ გაძლიერდება პარტია, მერე უკვე შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები და სააკაშვილის, ხაბეიშვილის და სხვებს ანუ ზუსტად ეგ იცი რომელი ამბავია, აი ნაცმოს რო ისედაც მეძახიან და მიშას რო ისედაც მეძახიან. ჩემზე საქმეები ისედაც აღძრულია. საბოტაჟი მაგ პოლიტიკოსებთან ერთად ისედაც ვარ მე. ანუ აი ამ დღევანდელი პროცესი რაც იყო ყველა პოლიტიკოსი, იქ ისედაც ვარ, ანუ რა არის ახალი, ზუსტად აი მინუსებს და პლუსებს რო წონიდი და რო საზღვადი, რა არის ახალი დისკომფორტი ჩემს ერთადერთი არის წმინდა ადამიანური, რომ შეიძლება რაღაცა ჩემი კომფორტის ზონებს უნდა შეველიო, თორე რავი, საქმე ისედაც აღძრულია, ტროტუარზე დგომისთვის მე კი არა სტუდენტებს და ყველას იჭერენ, ანუ რა მოხდება ისეთი რაც არ ხდება ყველა ცხოვრებაში. მაშინ საერთოდ უნდა გახვიდე ველიდან. მაშინ საერთოდ ყველაფერს თავი უნდა დაანებო. არც აქტივისტი უნდა იყო, არაფერი აღარ უნდა ვაკეთო. და მე ხომ მივიღე გადაწყვეტილება რომ არ გავდივარ ამ ველიდან, განსაკუთრებით მე დავდე საჯარო პირობა, რომ მანამდე ვიდრე სინდისის პატიმრები ციხეში არიან, გამორიცხული იყო ჩემი პასუხობა და მე ამ სიტყვას ყველაფრის ფასად შევასრულებ, სინდისის პატიმრები ვიდრე ციხეში არიან, მე მათ წინაშე ჩემს დადებულ პირობას აუცილებლად ბოლომდე შევასრულებ. აქვე თორნიკა გოშაძეს უნდა მივულოცო დაბადების დღე ჩემს საყვარელ ბიჭს, ძალიან ძვირფას, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც დედაც ჩემთვის არის განსაკუთრებით ძვირფასი და აი რატომაც პროპაგანდა, ვისაც ერჩის ამოჩემებულად, ეს ხო რა არის, ეს მანიშნებელია, ვინ არის სწორი და ეფექტური მოდელის შემქმნელი და მე არ ვიცი, ჩემთვის მარიზი არის გამორჩეული დედა. თორნიკეს კიდევ ერთხელ მიულოცავ გადაცემის შესავალს. ყველა სინდისის პატიმარს მივესალმები და ყველა პატიმარს. კი, და თავისუფლება თორნიკეს და ყველა სინდისის პატიმარს სხვა შორის მაგნაწილში გეთანხმები, მე მქონია პერიოდები, რაღაც ეტაპები, ხანდახან ეხლაც მაქვს ხოლმე, როდესაც სამსახურიდან გავდივარ და სახლში მივალ და ვფიქრობ, რომ აი მეტი აღარ შემიძლია და ცვლილების დრო ხო არ არის ჩემს ცხოვრებაში. და ბევრჯერ მქონდა ამ ბოლო პერიოდში, რომ ხომ არ ამოვიწურე, ცვლილების დრო ხო არ არის და მე თვითონვე ჩემი თავისთვის პასუხად გამიცია, რომ აი ეხლა სანამ ეს ბავშვები ციხეში შედან არის გამორიცხული და ანუ ეს არის ხომი ის მთავარი რაც ხელახლა ახალ სუნთქვას გამიხსნის და მოვდივარ სამსახურში, თორე გულწრფელად რომ გითხრა ძალიან ბევრჯერ მქონდა აი ამ პერიოდის ამ ავადსახსენებელი საშინელი პერიოდის განმავლობაში მე თავადვე ანუ სინდისის პატიმრები აქეთ გვაძლიერებენ ჩვენ და აქეთ გვაცოცხებენ რომ იცოდეთ ბიჭებს მივმართავდა გოგოებს ვინც არიან ციხეში ეხლა სწორედ ასე უდანაშაულო და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მართლა თუ კი რამდენჯერმე ვთქვათ არ მივიღე გადაწყვეტილება რომ უბრალოდ დავიღალე და სადღაც მინდა რომ გავჩერდე ეს იყო სწორედ ამ ადამიანების გამო. ნანუკა ახალი ხალხი გავიგე შენი გუნდი უმრავლესობა ძალიან მიშლი ნერვებს რომ მესიჯობ ტელეფონში. არა კი მესიჯობ შეფასებებს კითხავ. შეფასებებს კი ხო ეს გაქვს ხო შენ ძალიან ბევრი ისეთი უნარი გაქვს რაც ამ პროფესიიდან პოლიტიკაში მეტად გამოსადეგი იქნება, მაგალითად როგორ რეაგირებ, როგორ შეგიძლია რომ განსხვავებული აზრის ადამიანებთან შეხვიდე თუნდაც და დისკუსიაში ჩაერთო, მე ეს მაგიჟებს, მე დაკეტილი მაქვს ეგ თემა, საერთოდ არ ვთვლი რომ საჭიროა და შენ გააქვს ეს მე მგონია რომ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანებსაც კი ამ პარტიამ უნდა გაუღოს კარი. უფრო მეტსაც გეტყვი, უმრავლესობაში ჩვენთან არიან 4-ებიც და 5-ებიც.
ახალგაზრდები და აი აქ გარეთ ომები რო იყო და აი სროლები რო იყო ჩვენთან იყო 64 ანუ ამ ჩვენს გუნდს ეს არ ეხებოდა ზუსტად ამ მოდელის შექმნა გვინდა ეს შესაძლებელია ანუ ამას რო ვლაპარაკობ ეს ადგილზეულ კი არ არის ეს ჩემი სრული კი არ არის ჩვენ პატარა მოდელი ამისი უკომროლესობაში გვაქვს ოღონდ 4-იანის აქტიური ბავშვები არიან და 5-იანებიც არიან და მე ვარ იქ საერთოდ ხო წარმოიდგინე მე გეუბნები იქ როგორი მაგალითად სიტყვაზე ცოტნე ყოს მირცხულავა ნიკა მელიას უახლოესი და აი ზუსტად ჩემთვის მიშა რა ფაქტორიცაა ზუსტად მისთვის იგივეა ნიკა მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის რომ ჩვენ ერთ თემაზე ვისაუბროთ ერთი მიზნებისკენ ვიაროთ ერთად ვიბრძოლოთ ზუსტად ეგ მოდელი მინდა ამ პარტიამ რომ შექმნას იმიტომ რომ შესაძლებელია ანუ ამისი მაგალითი მაქვს რომ ეს შესაძლებელია და ანუ ვიღაცა თუ დამაჯერებს რომ არა უბრალოდ მცდელობას აკლებს და ეგ არის რა. ნანუკა, ერთი კითხვა მინდა ნიკა მელია ვახსენეთ რამდენჯერმე ჩვენ საუბარში და მისი წერილი ცხადია ეხა ძალიან ხმაურიანი იყო ძალიან და იყო ძალიან საინტერესო ასევე ხო ის წერდა ასეთ რამეს რომ არსებობდა ადამიანი რომლის მეშვეობითაც სააკაშვილი ცდილობდა რაღაცნაირ გარიგებაში შესულიყო ქართულ ოცნებასთან რომ საპატიმროდან გაეშვა და ქვეყანა დაეტოვებინა და ნიკა მელია თავის წერილში და რომ ეს ადამიანი მასთან შედიოდა ვივამეთში სააკაშვილის ყოფნის პერიოდშიცო. შენ როგორც მეგობარს მიშასას თუ გაქვს რამე მსგავსი ინფორმაცია? იცი რა არის? არა. მე ვცადე ამ ადამიანის სახელის და გვარის გაგება და არა, ვერ გავიგე. ვერ გავიგე ნამდვილად. კარგი, კიდე ერთ კითხვას დაგისვავ, აი თქვი რომ წონიდიო პლუსები და მინუსები და მინუსები და პლუსები, რომელი უფრო მეტია და მე წეგან დაგისვი შენ კითხვა შეცდომებზე, ანუ რა გზა გაიარა, თუმცა ეხა გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გაიარა უმძიმესი გზა. რეალურად მართლა ძალიან მძიმე გზა გაიარა. 2012-დან მოყოლებული მართლა ძალიან მძიმე გზა გაიარა და საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ ახლა აკრძალვა ემუქრება საკონსტიტუციო სასამართლოთი სხვა პარტიებთან ერთად, რომლებიც ამას გზავ პარტიების სიაში არიან. როგორ ფიქრობ, აი შეიძლებოდა რაღაც ისეთი სხვა გზით წასულიყო, რომ არ დასუსტებულიყო პარტია? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რა უნდა გაკეთებული? აი წეღა რას თქვი, აი წეღან, ანუ არ შეიძლება ნებისმიერ მოკლედ აქ არ მინდა რომ ეხა გულწრფელი უნდა ვიყო და არ მინდა რაღაცების გარეთ გამოტანა, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ რომ ეს არ იქნება სწორია ეს კრიტიკა. განსაკუთრებით თუ ხვალ გადავწყვიტავ რომ იქ მივიდე, საჯარო სივრცეში იმაზე საუბარი, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ძალიან მწვავე უნდა ვიყო ეხლა და ძალიან კრიტიკული სამ პარტიის მიმართ, რაც არ მინდა, იმიტომ რომ არ იქნება ჩემგან სწორი. მე ერთი რამ ვიცი, პლუსებზე და მინუსებზე რომ საუბრობდი წეღან, აქეთ პლუსი, აქეთ მინუსი. აქეთ არის ის რომ პროპაგანდა, რისკი, რაც ისედაც მაქვს, შენაცო, შემიშისტო, რაც ისედაც მაქვს ამდენი წელია და რაც მათ ვერ დამაკომპლექსა ვერც ერთი წამიდა ვერას დროს. ერთი არის აქეთ და მეორე არის აქეთ რომ უშვებ იმის შანსს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ პარტიაში რაც ვერ მოხდა და ჩემთვის ეს პარტია მთავარი ოპოზიციური პარტია, მიშასთან ერთად შესაძლოა მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს, იმიტომ რომ ამ კაცს სიტყვა უხდება. და მეორე ერთით, ანუ დავიჯერებ თუ მასთან ერთად ეს პარტიაში მოხერხდა ნამდვილად როგორც მე წარმომიდგენია და წარმოიდგინე და აი ეს თუ გავაკეთე, ჯერ ესეთი ძალიან სწორ მოდელს შექმნის გარეველისთვის და გარეთ მყოფი ადამიანებისთვის და მე ეს იდეა მხიბლავს რა. ძალიან მომწონს რომ რაღაცა ჟურნალისტიკაში აი ამას ეს გააკეთე და ვფიქრობ რომ ამაზე მეც ვეღარ გავაკეთებ. მეტი რესურსი აღარ არსებობს. პირობითად ჩემი საყვარელი შვილობილი საქველმოქმედო ფონდი და თუ ამასაც მოვახერხებ რომ ამ პარტიის განახლება და თავიდან აღმოცენება შესაძლებელი იქნება, ძალიან მომეწონება რომ ამის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიქნები. მე გულით გისურვებ შენ წარმატებას, თუნდაც იმიტომ რომ მე და შენ მეგობრები ვართ და ყველა შენი წარმატებული ნაბიჯი მე გამახარებს. ცოტა უფრო მწვავე კითხვებს უკვე როცა პარტიაში მიხვალ, მე იმ დროისთვის თუ პარტიაში მიხვალ, იმ დროისთვის შემოვინახავ, რაც უკავშირდება კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ერთ საქმე კითხავდი პარტიულ ინტრიგებზე არასოდეს არ ვილაპარაკებ. აი მათ შორის ნიკა მელიასაც ერთია, როდესაც მე როგორც ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერი და მიშა შეიძლება კრიტიკული ყოფილიყავი ნებისმიერ ადამიანის მიმართ, რომელიც შიგნით არის, მაგრამ მეორეა თუ მე იქ მისვლას გადავწყვიტავ, ამას დავასრულებ ჩემი მხრიდან. იმიტომ რომ თუ მე ვამბობ რომ გუნდურობა მინდა, ამის ხელშემშლელი მე არ ვიქნებ. თინა ბოკოჩავასთან მქონდა ურთიერთობა, რაც მიშამ ეს სტატუსი. ჩვენი რო თინა ჩამოვა, არ არის საქართველოში და შევხვდებით ერთმანეთს. სხვებთან იყავი თუ ჯერ არ მის? არა, არავისთან არ ვიყავ, იმიტომ რომ მიშა არის მიშა. მინდოდა რომ ეს ყველაფერი ნელა ეტაპობრივად მოხდა
არ იყო. ჯერ ამ ადამიანებს შევხვედროდი მომესმინა, მათი მოსაზრებები ჩემიც მომესმინათ, მაგრამ მიშამ სტატუსი დადო და ესე წყალში გადამაგდო, მიუხედავად იმისა, რომ სულას საერთოდ არ ვიცი. აი ესეთი გიჟი გადარეული ემოციების ადამიანია ნანუკა ჟორჟოვიანი. მე შენზე ვლაპარაკობ, ასეთი ანთებული ემზადება, მოკლედ გადაწყვეტილების მისაღება და როდის გამოცხადდება ეს გადაწყვეტილება? ჩემი აზრით ივლისში არის გამოცხადება, როდის დაინიშნება ყრილობა და ყრილობის დანიშვნის თარიღს რავი პარტია გადაწყვეტავს, ეს ჩემი საქმე არ არის. ყრილობაზე ყრილობაზე იქნება უკვე სიახლეები. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვო მთელი გულით.